ჩვენი კამერული ორკესტრი გახდა კავკასიაში პირველი ბაროკოს კამერული ორკესტრი. ერთი წელია რაც ჩვენ უკვე გადმოგვეცა ეს ინსტრუმენტები. დიდი ინტერესით ორკესტრი შეუდგა ამ ყველაფრის შესწავლას, ეს ფაქტიურად კიდე ერთი ახალი სპეციალობაა. დღეს რეპეტიციებდით ჩაიკოვსკის სერენადას. ყოველდღიურად როგორც ჩვეულებრივ ვიწყებთ რეპეტიციას 10-ზე. მიმდინარეობს 4 საათი, ხანდახან თუ საჭიროებს ჯგუფურებს ვაკეთებთ, ჯგუფები ცალკე ვიყოფით და ცალკე მიდის მეცადინეობა. ხანდახან 8 საათამდე წავდივართ. თუ პროგრამა საჭიროა. ბოლო დროს მქონდა კონცერტ გებაუში, ჰოლანდიაში. დაუკარით ლიზა ბათიაშვილთან ერთად, მე ვინესთან ერთად. და საკმაოდ წარმატებული იყო ისიც. გერმანიაში მივდივართ ამ საფხულს. და იქაც რაღაც გემები გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით სად გვექნება კონცერტი. ალბათ უფრო მიუნხენის კონსერვატორიის დარბაზში. შემიძლია განახოთ რამოდენიმე ინსტრუმენტი. ერთ-ერთი არის კლავესინი, რომელიც არის პარიზში 1978 წელს გაკეთებული ვილიამ დაუდის მიერ, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ეს ინსტრუმენტი უკვე უნიკალურია და დარწმუნებული ვარ, 50 წელიწადში უკვე მუზეუმში იქნება. აი აქ იქნება ჩვენი დარბაზი, საკონცერტო დარბაზი. იქნება ყველაზე განსხვავებული დარბაზი. ჩვენ თვითონ ვეძებთ ინტერნეტშიც, ტელევიზიითაც ვეცადეთ რომ სად მიგვენახა ანალოგი, მაგრამ ვერცად ვერ ვნახეთ ესეთი დარბაზი, რომელიც იქნებოდა ამ სიმაღლეზე, ქალაქის თავზე ფაქტიურად იქნებოდა გამჭვირვალე კედლებით, გამჭვირვალე სახურავით და სვენელს იქნებოდა შესაძლებლობა რომ კონცერტის მსვლელობის დროს თან დამწყბარი იყო ჩვენი ქალაქის სილამაზე. ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია თბილისში, რომელიც ღამით კიდევ უფრო ლამაზია. ისიც განათებულია ხოლმე ყველაფერი, მოჩანს ნარიყალა, მამადავითი, სამება, მთელი თბილისი ხელის გულივით არის და აქ თუ ეს ჩვენი გეგმა თუ განხორციელდა და შევძლებთ დარბაზის აშენება, იქნება რაღაც სასწაული.